ფასების კლების რა რესურსია ქვეყანაში? ქართულ ბაზარზე რეალიზაციის გამოწვევები და ფასების კლების შესაძლებლობები განიხილება სამუშაო შეხვედრებზე, რომელიც მწარმოებლებთან, რეალიზატორებთან, დისტრიბუტორებთან და სხვებთან პერიოდულად იმართება. პრემიერის განცხადებით, ფასების ფორმირება საბაზრო პრინციპების მიხედვით ხდება, თუმცა არსებობს სოციალური პასუხისმგებლობაც მოსახლეობის წინაშე. ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. ფასნამატი საზღვრიდან თარომდე 86% შეადგენს და ამ სივრცეში ფასების კლების რესურსი არსებობს, აღნიშნავს ირაკლი ყობახიძე და პირველ შედეგებს აპრილისთვის ელოდება. თვის განმავლობაში გეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ესენი არიან დისტრიბუტორები, ესენი იქნებიან ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ესენი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებსაც აქვთ ქართულ ქსელებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესი. შეხვედრების საფუძველზე, რა თქმა უნდა, მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევას. პრემიერის განცხადებას მოსახლეობა განსხვავებული რეაქციით შეხვდა. ნაწილი იმედოვნებს, რომ მთავრობის მეთაურის პროგნოზი გამართლდება. მივესალმები, მოხარული ვარ ბატონი ყობახიძის გამოსვლას და რა ვიცი, მე მგონი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დარეგულირდება ეტაპობრივად. და რა ვიცი, გვეშველება ხალხს. თუ დააკლებენ, კაია, კი ბატონო. პენსიას დაამატეს 20 და ფასები აწეულია და თუ დააკლებენ, კაი იქნება და რა ვიცი. ადგილობრივთა ნაწილი კი მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში სკეპტიკურად არის განწყობილი და სამომხმარებლო ფასების კლების მოლოდინი არ აქვს. ეკლებს კი არა, გადასტროფული გადასახადი მევიდა გაზზე ელემენტარული. ახალ წელს მივაწეროთ. ეხლა იყო ახალი წელი და ადრე არ იყო ახალი წლები? ადრე არავინ არ ყიდულობდა? პროდუქტს და ან სტუმარს არ უმუშავებდა და ან მასიძელს რა ახალ წელს მიაწერავენ, აღდომას მიაწერავენ, რაღაცა დღეებს აწერავენ. ეს ხო სირცხვილია. კი, უფრო მაღლა მიდის ფასები. მაღალობაში ბაზარში რო შედიხარ 100 ლარი, 200 ლარი, უკვე აღარაფერი აღარ არის. გამოდიხარ სადაც ასეთი ურბგეცად და შე მედი არაფერი. ძალიან გლახათ არის ახლა, რა შეშლება არის. არ ამგონი იმედი რა, მე მაგალითად იმედი არ მაქვს. კვლევარები, რომლებიც ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ სიძვირის დაძლევა და სამომხმარებლო ფასების შემცირება ქვეყანაში მთავარი გამოწვევაა. ბორის ჭიჭინაძის თქმით, დაწყებულ მუშაობასთან ერთად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული შედეგი გრძელვადიანი ვერ იქნება. კონკრეტულად რა მაქვს ხედულობაში, რადგან ჩვენ ვართ თითქმის 70% კვების პროდუქტებისა იმპორტირებულია. თქვა აქ შეამცირა ფასი შემომტანმა, მაგრამ იქ გაუძვირა მე თქვა 2-3 თვის მერე. სადაც საიდანაც მოაქვს. ეს ხელოვნურად თავისთავად გამოიწვევს ჩვენთან ფასების დას. ამიტომ ჩვენ ისეთი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, რომელსაც ჩვენი იმპორტ-ჩანაცვლებითი პოლიტიკა დავარქვით, რომ თლად უცხოეთში ნაყიდ საქონელზე არ ვიყოთ ამოგიდებული. კვების პროდუქტებთან მიმართებაში. ანუ ჩვენ აქ ვაწარმოოთ ის პროდუქტები, რომელსაც ყიდულობთ უცხოეთში. მაშინ უფრო ნაკლებია შანსი ფასების დის. დაუგვირდით, ამას უნდა დაემატოს ასევე კონკურენცია. სანამ ჩვენი იმპორტ-ჩანაცვლებით პოლიტიკას აქტიურად დავიწყებდეთ წარმოებას, კონკურენცია შემომტანებს შორის. თითქოს უნდა იყოს კონკურენცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემომტანი. კონკურენცია არის, ამის შესახებ მთავრობამაც აღნიშნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად ადგილი აქვს ამ იმპორტიერებს შორის გარიგებას, რომელსაც ჩვენ ეკონომისტები კარტერულ გარიგებას უწოდებთ. მუშაობა მიმდინარეობს ასევე ფარმაცევტულ და ნავთობ კომპანიებთანაც, რათა ამ მხრივაც იქნას შედეგი მიღწეული.